ცივა მეგობრებო, ცივა მიუხედავად იმისა, რომ დღეს ცოტათი კარგი ამინდია თბილა, აქტიური მოტოსეზონის დაწყება ადრია ჯერ, მაგრამ ამ ქვეყანაში ხომ მშვიდად ცხოვრებას არავინ გაცდის. აი ამ შენობაში მყოფი ბატონები არიან ამ ყველაფრის შემოქმედები. მოგესალმებით მეგობრებო. არ ვაპირებდი ასე ადრე მოტოვლოგის განახლებას, მაგრამ როგორც გითხარით, მშვიდად ცხოვრებას არ გვაცლიან და სხვა გზა არ დამიტოვეს. როგორც იცით, აპრილიდან ჩვენი მთავრობა ზღუდავს 6 წელზე ზემოთ ავტომობილების იმპორტს. ეს სავარაუდოდ მოტოციკლეტებსაც შეეხებათ და რომც არ შეეხოს, ჩემთვის როგორც ავტომოყვარულისთვის, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი ამბავი არის. და ისედაც სიყვარულსო თავი დავანებოთ, ცუდად აისახება ჩვენზე საბოლოო ჯამში. ბოლო წლებია ფაქტობრივად ერთობიან ჩვენზე და ექსპერიმენტებს ატარებენ. ყველა აქცია, დესტაბილიზაცია, თუ კი რამე იყო, ფაქტობრივად ხელოვნურად იყო ამათი უაზრო კანონებით, განცხადებებით და ასე შემდეგ გამოწვეული. და ახლა ამ ყველაფერს დაემატა ესეც. თავიდან დავიწყებ და ძალიან მოკლედ, მარტივი ენით აგიხსნით და დაგიმტკიცებთ, თუ რატომ არის ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელე. საშუალებებზე და ხერხებზეც ვისაუბრებ, თუ როგორ უნდა მოაგვარო ის პრობლემები, რასაც ესენი თითქოს ებრძვიან. მიზეზად მოჰყავთ ის, რომ თითქოს ეკოლოგიაზე ზრუნავენ და უნდათ ხელოვნურად შეამცირონ ავტოპარკი და ასე შემცირდება ავტოპარკის ასაკიც. სიამდვილეში არც ერთი მათგანი არ მოხდება ამ კანონით. და რატომ? დავიწყოთ თავიდან. 6 წელი. ზოგადად საიდან მოვიდა ეს 6 წელი? 2020-ში 6 წლის წინ რაიმე გარღვევა მოხდა ტექნოლოგიაში, სხვანაირად დაიწყეს ტექნიკის წარმოება თუ რა? არაფერი მსგავსი არ მოხდა. აგრეთვე 6 წლის მერე რამე ემართება მანქანას ისეთი რადიკალური, რომ აი ეკოლოგია კატასტროფის ქვეშ არის და მსგავსი რაღაცეები. არა, არც ეგ. აი ტიპებმა უბრალოდ აიღეს და დააბრეხვეს 6 წელი. ეს იყო და ეს. ავიღოთ ჩვენი მეზობლები, აგერ სომხეთი, თუ სწორად მახსოვს 12 წელია ეგ შეზღუდვა, ჩვენთანაც ეგრე იყო ისედაც. და აზერბაიჯანი. აი სრული დიქტატურა. აი ვინმე რამე გაბედოს და ალიევის საწინააღმდეგო თქვას ან გააკეთოს. იქაც კი 10 წელია ზღვარი. ანუ არ ვიცი. სიგიჟეა. შემდეგ მწყიდველ უნარიანობა. საქართველოს მწყიდველ უნარიანობა აქვს დაბალი. ეს ყველამ ვიცით, ყველამ თანხმდებით. და ასეთ ქვეყანაში უნდათ რომ 6 წელზე ძველი ავტომობილები აღარ იყიდოს ხალხმა. ლოგიკასთან როგორ ხართ მეგობრებო? ზემოთ. ავიღოთ ჩემი შემთხვევა. მე პირადად ყავს დაბალკუბატურიანი მანქანა, რომელიც დაძველდა, მოძველდა და ვიფიქრე რომ წელს განმიახლებინა და განახლებას ასუძახი. უნდა მეყიდა 8-10 წლის შუალედში ამასაკის მანქანა, რომელიც იმ ძველთან შედარებით რა თქმა უნდა ბევრად უკეთესი იქნებოდა, ბევრად უფრო ეკოლოგიური, მეც ბედნიერი ვიქნებოდი და ჩვენი ეკოლოგიაც. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ამას ვეღარ ვიზამ და უნდა ვიარო ისევ ძველი მანქანით, მოუწევს სამოსახლეობის აბსოლუტურ უმეტესობას. შედეგად მივიღებთ რას? მივიღებთ იმას, რომ ავტოპარკი განახლების და გაახალგაზრდავების ნაცვლად პირიქით უფრო დაძველდება, უფრო მეტი ძველი მანქანა იulis ჩვენს გზებზე, გაიზრდება ამ მანქანების მოვლის ხარჯი და ხალხი უფრო მეტად გაღარიბდება ძირითადი მასა. ან არსებობს მეორე ვარიანტი. თუ ადამიანს უნდა ეყიდა 10 წლის, სიტყვაზე 10 წლის პრემიუმ კლასის მანქანა, ახლა იყიდის 6 წლამდე, მაგრამ ბევრად დაბალი კლასისას.
და საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ის მანქანები უფრო მალე გამოვა წყობრიდან, უფრო მალე დაძველდება და ესეც დამატებით ხარჯად აწვება ხალხს საბოლოოდ. ასე რომ მსგავსი რაღაცეები გამოსავალი ზოგადად არ არის. ახლა გადავიდეთ აკრძალვაზე. ზოგადად აკრძალვა, როცა რაიმე არ მოგწონს, მას ბრძალავთ და გონია რომ ასე გამოსწორდება. სიამდვილეში აკრძალვა არასდროს არცერთ სფეროში არ მუშაობს. აკრძალულია მაგალითად ნარკოტიკები. რა, არ გვეღუპება ახალგაზრდობა? ყველა უბანში წამალი იყიდება. ყველა უბანში საერთოდ. ყველა საკითხს ზოგადად ყველა პრობლემას უნდა თავისებური შესწავლა, მიდგომა და იმ ხერხების, ოპტიმალური ხერხების ძიება. თუ როგორ შეიძლება ეს პრობლემა გამოსწორდეს. ჯერ საერთოდ პრობლემის გამომწვევი მიზეზი უნდა დაადგინო, რომ შემდეგ მის გამოსწორებაზე იფიქრო. ქალაქში რომ ჰაერი დაბინძურებულია, თავარი დაბინძურების წყარო მანქანა არის მაინც და მაინც, ანუ 6 წელზე ზემოთ მანქანები აბინძურებენ, ანუ 7 წლის მანქანა ჰაერს აბინძურებს, ანუ ეგეც დასადგენია ჯერ. ევროსტანდარტი. თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ ძველი მანქანა რაიმე ევროსტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, მაგალითად ევრო 5 ეგრე არ არის, მანქანა ახალი იქნება 6 წლის თუ 10 წლის, თუ ის გამართულია, ყველანაირ სტანდარტში ჯდება. ასე რომ ეგ პრობლემა არ არის. პრობლემა არის გაუმართავ მანქანაში და არა ასაკში. მთელს ევროპაში ეს ყველაფერი მუშაობს ასე და რატომ უნდა იყოს ჩემი ქვეყანა პირველი უაზრობების დაკანონებაში. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თქვენ ეკოლოგიაზე და ასეთ რამეებზე არ ზრუნავთ. ამაზე რო ზრუნავდით, სხვანაირად მოიქცეოდით. მაგალითად, თუ გინდათ რომ ავტოპარკი უფრო განახლდეს და ეკოლოგიაც გაუნჯობესდეს, მანქანების ავტოპარკის ჭრილში მოიფიქრებდით ასეთ რამეს. პირველი, ეს არის დიფერენცირებული განბაჟება, როდესაც ანუ ახალი მანქანის განბაჟება ჯდება ნაკლები, ხოლო რაც უფრო ძველი არის, უფრო იზრდება ის თანხა. პრინციპში ეს ახლაც ასეა, მაგრამ უფრო დავხვეწავდი მანქანონს 6 წლამდე მანქანებს მაგალითად ან საერთოდ მოუხსნიდი განბაჟებას, ან მინიმუმამდე შევამცირებდი. ხოლო 6 წელზე ზემოთ ისედაც საკმაოდ მაღალი გადასახადია და დავტოვებდი ეგრე. მეორე, ეს არის რეალური ტექნათვალიერების შემოღება ქვეყანაში. ის რაც ახლა გვაქვს, ეგ არის ფულის საჭრელი მანქანა და მეტი არაფერი. გზებზეც შესაბამის სამსახურს აქტიურად ვამოძრავებდი, რომ გაუკეთოს კონტროლი, თუ სადმე დადის ისეთი მანქანა, რომელიც ბოლავს ძალიან, ზეცაქცევს და ასე შემდეგ. მივაქცევდი ამას ყურადღებას, რომ მისმა მფლობელებმა ან გააჩერონ ეგ მანქანა, ან სასწრაფოდ შეაკეთონ. თორე ახლა რაც არის, ძალიან ბევრი მინახავს, ისე იზამენ, რომ დროებით შეაკეთებენ მანქანას, ტექნათვალიერებას გაატარებენ და მერე, რა ვიცი, 1 წელი ის მანქანა ხრჩოლავს, ანტიფრიზი გაზდის, ზეცაქცევს და ასე შემდეგ. მესამე, სუბსიდირება. და რას გულისხმობს ეს? მაგალითად, თუ ვინმეს ყავს ჩამოსაწერი მანქანა, ან ძალიან ძველი, დაზიანებული, რომელსაც ფასი აღარანაირი აღარ აქვს, ასეთი მანქანის ჩამოწერა ან ჯარში ჩაბარების შემთხვევაში სახელმწიფო ასეთ ადამიანებს რომ უმცირებდეს გადასახადებს, ერთჯერადად ან მრავალჯერადად, როგორც გინდათ ისე. ასე მივიღებდით იმას, რომ ბევრი მანქანა, რომელიც მართლა ჯართია, აღმოჩნდებოდა ჯართში და ჩამოსაწერი მანქანები ჩამოიწერებოდა და ფურცელზე ის 2 მილიონი მანქანა რო გიფიქსირდებათ, აკდენი აღარ იქნებოდა. რამოდენიმე ასეულ ათასი მანქანა სიამდვილეში დაშლილი არის, ან აყენია, სრულიად გამოუსადეგარი. მეოთხე, არ ვიცი ეს ჩვენთან რამდენად იმუშავებს, უფრო არა, მაგრამ მაინც ვიტყვი. გარკვეულ უბნებში, მაგალითად ისტორიულ უბნებში, ან რაღაც ბიზნეს ცენტრი, სადაც არის, იქ ძველი მანქანების შესვლა რო აიგზალოს. მსგავსი რამე ევროპის ზოგიერთ ქალაქში არის. თუ
თუმცა ნუ თბილისში ამდენად იმუშავებს არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში ესეც ერთ-ერთი ვარიანტი არის. აი 4 რაღაც გითხარით, მოტოციკლზე ვზივარ, თბილისის გიჟურ მოძრაობაში დავდივარ და ნუ მე მოვიფიქრე ახლა ეს. და თქვენ რა გინდათ, მითხრათ რომ თქვენს კომფორტულ კაბინეტებში იჯექით, წყნარად, შვიდად, იფიქრეთ და ბოლოს მაინც ექსისულელე დააბრეხვეთ? მე кайფებით შევ. ომენატრა ბაიკით შეირნობა. მერე უკვირთ თუ რატომ გარბის ამ ქვეყნიდან ხალხი. მე მაგალითად ქართულის გარდა საკმაოდ კარგად ვიცი კიდე 2 ენა. და თავის დროზე YouTube-ს როცა ვიწყებდი, შემეძლო ამ 2-დან ერთ-ერთზე მეწარმოებინა ჩემი არხი. და დღეს 40,000 გამომწერის ნაცვლად მეყოლებოდა მილიონი გამომწერი, კარგ ფულსაც ვიშოვიდი, ბედნიერიც ვიქნებოდი. მაგრამ ეს არ ვქენი, იმიტომ რომ მე მადარდებს ამ ქვეყანაში ცხოვრები ხალხის ბედი, მინდა აქ ვიცხოვრო და არ მინდა სხვაგან წავიდე. მაგრამ სიტუაციას ვქნით ისეც, რომ იძულებულს ხდიან დაფიქრდე რა ასეთ რამეებზე. ის ეკოლოგია თუნდაც მანქანებს რო ბრალდება, რაღაც ცუდი ჰაერია. ნუ მანქანების ბრალი რო დიდად ეგ არ არის, ამასაც ხო ხვდებით არა? აი ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა. ყველას რო ფეხებზე ეკიდა, შემთხვევით მაგის ბრალი ხომ არ არის, ყველა ტროტუარზე რო კორპუსი ჩადგით და სამშენებლო მტვერით არის სავსე მთელი ქალაქი. აი ესეთ მანქანის ყიდვა რო გინდა რა. 7 წლის. და არ გაქვს შემოყვანისუფლება. სამაგეროდ შეგიძლია რა ვიცი 20-25-იანი ლადა ისკრა იყიდო. სამართალში. აია. რა ვიცი, ჩემი აზრით გასაპროტესტებელია ყველა შესაძლო გზით ეს ყველაფერი არ შეიძლება რომ დაუთმოთ და ეს კანონიც მიიღონ. თუნდაც ავტომოტოსპორტის ჭრილში შეხედეთ ამ ყველაფერს, ისედაც ძვირადღირებული სპორტი არის და ექსპორტიც ნელ-ნელა გაქრება. იმიტომ რომ ყველა მანქანა, ყველა მოტოციკლი რაც იქ გამოდის, აბსოლუტური უმეტესობა არის 6 წელზე ძველი. ამ ტრანსპორტის მომზადება ძალიან ძვირი ჯდება ისედაც და იქ კიდე ახალი მოტო თუ გაუხდა ადამიანს საყიდელი, ასაკით საერთოდ კატასტროფაა ყველაფერი. ვიცი რომ დავიღალეთ, რა ვიცი, ამდენი ხანია აქციები გრძელდება, ამდენი დაჭერები, სხვა გზას არ გვიტოვებენ და აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ. ჩემი აზრით მე ერთი ადამიანი ვარ, მარტო ვერაფერს ვიზამ, მაგრამ ისეც ნუ ვიზამთ, რომ ერთ დღეს სრულ დიქტატურაში გავიღვიძოთ და გვიანი იყოს ყველაფრის გამოსწორება, იმიტომ რომ ესენი ამაზე არ გაჩერდებიან, ყოველ რამოდენიმე თვეში ერთხელ ახალ სისულელეს იგონებენ, ეს პროცესი არ გაჩერდება. თუმცა რაც მოახერხეს ის არის, რომ ერი ფაქტობრივად შუაზე არის გაყოფილი და იმის მაგივრად რომ რა ვიცი, ქვეყანა ერი გამოფხიზლებულიყო, ერთ დიდ ცინიზმის მორევში არის ჩვენი სამშობლო გადავარდნილი, ერთი მეორეს ხან ქოცობას აბრალის, ხან ნაცობას დაცინიან. ხოდა ავიც გინდათ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება? აი, იცით რაზე მეცინება? მეომარი ხალხი ვართ. ყოველ შემთხვევაში შთამომავლები ვართ მათი. და ქართველი კაცი ორ მატერიალურ რამეს აფასებდა ყოველთვის, მისი ყოფიდან გამომდინარე. ეს არის ცხენი და დღეს უკვე მანქანა, ანუ გადაადგილების საშუალება და იარაღი, საბრძოლო იარაღი. მოვახერხეთ ისე, რომ იარაღის კანონი გვაქვს უსაშინლესი. კანონი და ინფრასტრუქტურა ისე არის მოწყობილი, რომ ყველანაირ სურვილს გაგიქრობენ იყიდო იარაღი, ისწავლოს სროლა
და რო რამე მოხდეს და ქვეყანას დაჭირდა იყო მზად. და ახლა უკვე ამ ყველაფერს დაემატა გადაადგილების საშუალებაც, ანუ მანქანებიც ისე ზღუდავენ და იმდენად გიზვირდება, ვეღარ ყიდულობ იმას, რაც შენ გსურს, რაც შენი საქმისთვის უკეთესია, შენი ბიზნესისთვის, რა ვიცი, შენი გართობისთვის, საჭიროებისთვის. ამასაც ხო მოხერხება უნდა. ჯერ ის იყო და უძრავი ქონება. იმდენად გაძვირდა, რომ დაბალი ფენის წარმომადგენელი კი არა, საშუალო ფენის წარმომადგენელიც ვეღარ ყიდულობს უკვე. და თქვენ უკვე მოძრავი ქონებას დაუმატეთ ამას. ამ ყველაფერზე მწყდება გული, რომ ისეთ მარტივ რამეებსაც კი არ თულებთ, რომელიც გართულებული არ უნდა იყოსოს. ასე რომ მეგობრებო, ვიცი რომ დაიღალეთ ამ ყველაფრით, მაგრამ რამენაირად უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ამოვიღოთ ხმა, იმიტომ რომ ეგუება მონა, ხოლო მე კი მონა არა ვარ. და იმედია არც შენ. აბა დროებით.